საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სამკვირიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა პარიზის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ნიკოლა სარკოზის დაცვის მხარის შუამდგომლობა იმ დათქმით, რომ სარკოზი ვერ გავაქვეყნიდან და დაექვემდებარება სასამართლოს მკაცრ ზედამხედველობას. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 21 ოქტომბერს მიესაჯა, ბრალი ეხება 2007 წელს. ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფის მიერ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა სარკოზის კამპანიის არალეგალურ დაფინანსებას. ჩვენ ახლა ზურა პეტროსიანი, ჩვენი კოლეგა გვერდება საფრანგეთიდან. საუმშვიდობისა ზურა. ნიკოლა სარკოზიმ ლასანტეს ციხე უკვე დატოვა და ის 20 საათზე მეტია უკვე ოჯახთან ერთად პარიზში საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება. საბოლოოდ ექს-პრეზიდენტის შუამდგომლობა დღეს პარიზის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მას 5 წლიანი პატიმრობა სასამართლოს ზედამხედველობით შეეცვალა. ასევე ექს-პრეზიდენტს დაევალა, რომ მან ატაროს ელექტრონული სამაჯური, ასევე აეგზალა საქმის სხვა ფიგურანტებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციისა და კონტაქტის დამყარება და გარდა ამისა სრულად აეგზალა საფრანგეთის მეტროპოლიის დატოვება. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ დაახლოებით 3 საათზე გამოიტანა. საბოლოო ჯამში და საერთო ჯამში ექს-პრეზიდენტმა 3 კვირაზე ნაკლები დაყო ციხეში. მას 21 ოქტომბერს მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა, რის შემდეგაც ის შესახდა სხვა კვადრატული მეტრის საკანში ლასანტეს ციხეში და დღეს, როდესაც გაიმართა სააპელაციო სასამართლოს ხდომა, მან ამ 3 კვირიან პატიმრობას უწოდა დამძგუნველი, რის შემდეგაც, როგორც თქვით, უკვე ის გაათავისუფლეს და ის საკუთარ სახლში იმყოფება. საბოლოო ჯამში დღეს ფრანგულმა საზოგადოებამ მაინც დადებითად შეაფასა ეს მოვლენა, მათ შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდნენ პრეზიდენტის გათავისუფლებას არამხოლოდ მისი მომხრეები, არამედ საზოგადოების გარკვეული ნაწილიც და ძირითადი არგუმენტი იყო ჰუმანურობა, ვინაიდან სარკოზი ახლა 70 წლის არის და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ სწორედ საშინაო პატიმრობა იქნებოდა ის ახლეთი ღონისძიება, რომელიც ახლა უნდა მიეღო სასამართლოს. რაც შეეხება ბრალდებებს, როგორც ვიცით, 3 საქმეზე იყო ის ბრალდებული, მათ შორის ერთში მას ბრალი სასამართლომ დაუმტკიცა. ეს არის სწორედ კადაფისთან კავშირი და 50 მილიონი ევრო საქმე, რაც შეეხება ორ დანარჩენს, რომელიც ასევე კორუფციას ეხება და მათ შორის დაფინანსების წესების დარღვევა საარჩევნო კამპანიის. ამ ორ ბრალში ის სასამართლომ გამართლა. საბოლოო ჯამში კი კავშირებს მასა და კადაფს შორის დღეს ნიკოლა სარკოზიმ აბსურდული ბრალდებები უწოდა. სასამართლომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოყენებით. ეს არის პირველი ნაბიჯი, შემდეგ იქნება სააპელაციო დავა. ახლაც და შემდგომში ჩვენთვის და ნიკოლა სარკოზისთვის მთავარი ამოცანა ამ სააპელაციო მოსმენისთვის მომზადება. ნიკოლა სარკოზი საკუთარ ბრალს არ აღიარებს და ის აპირებს, რომ გააგრძელოს ბრძოლა, მათ შორის სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოში. გამოცემა ლიბერასიონი დღეს ადვოკატების დარგნობით წერდა, რომ დიდი ალბათობით სააპელაციო სხდომები უკვე მარტიდან განახლდება. რაც შეეხება მანამდე ვადას, როგორც ვიცით, მას მანამდე ჰქონდა 1 წლიანი შინაპატიმრობა მიჟილი და ახლა დანარჩენ 5 წელიწადს თუ არ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება, ის ასევე გაატარებს შინაპატიმრობაში. რაც შეეხება პოლიტიკურ გამოხმაურებებს, ჯერჩვენა არ მოგვიწევია, მათ შორის მმართველი პარტიის მხრიდან რაიმე ტიპის განცხადებები, თუმცა ზოგადად უნდა ითქვას, რომ დღეს ეროვნულმა ასამბლეამ მაინც დადებითად შეაფასა ეს აქტი, მაგალითად ლორან იაკობელი, რომელიც ასამბლეას წარმოადგენს, გაწერა, რომ ეს არის კარგი ამბავი ჩვენი ფრანგული დემოკრატიისთვის, მსგავსი შინაარსისა და პათოსის განცხადებები ვიხილეთ, მაგალითად ნანტის მერისაგანაც, რომელიც სხვა შორის წარმოადგენს მმართველ პარტიას და საბოლოოდ უნდა ითქვას ის, რომ საფრანგეთის უახლეს ისტორიაში და არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ ევროკავშირის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდა. საბოლოოდ ახლა სარკოზის ოჯახი ელოდება, როგორც ვიცით, საბოლოო გადაწყვეტილებას მოიხსნება თუ არა მას ბრალდებები, მათ შორის კადაფისთან სავარაუდო კავშირებზე.